ზურაბ ჯაფარიძეს ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე 30,000 ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეუფარდეს, თანხამან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით გადასინჯვაზე ემსჯელებს. პოლიტიკოსმა რუსთავის ციხე 3 დღის წინ დატოვა ის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის საჯელს 7 თვე იხდიდა. პროევროპულ აქციებზე დაკავებულების პასუხი პროპაგანდას. მჯავრდებულები ამბობენ, რომ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არაპირებენ, რადგან დანაშაული არ ჩაუდენიათ. რაც ამათ დამმართეს, მე უდანაშაულო კაცს და როგორც ესენი ჩემს ოჯახს ეკცევიან, ამათ თვითონ უნდა მთხოვონ შეწყალება, ამბობს ვეფხია გასრაცი. მათე დევიზის თქმით, ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი. არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ, ნათქვამია ზვია ცეცხლაძის წერილში. კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთი დაპყრობით მიზნებს არ მისდევს. ლავროვის მოადგილის სერგეი რიაბკოვის თქმით, მოსკოვი მზადა იურიდულად დაადასტუროს, რომ არ გეგმავს ევროკავშირსა და ნატოზე თავდასხმას. 74 წლის ასაკში ბრიტანელი მომღერალი კრის რი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს და წერს, რომ მუსიკოსი ხანმოკლე ავადმყოფობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა.